დღევანდელი შეხვედრა ფაქტიურად არის ჩემი აზრით გადამწყვეტი ფაქტორი ფოთის განვითარების ხედვის ჩამოყალიბებაში. თან აქ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იყვნენ მათ შორის ჩვენი უცხოელი კოლეგებიც ჩამოვიდნენ სპეციალურად ამ ვორქშოპისთვის წინა დღეებში. კიდევ ერთხელ ისინი მეორეჯერ ამ პროექტის ფარგლებში საქართველოში, პლუს ესწრებოდნენ ორი სხვა რელევანტური პროექტის წარმომადგენლებიც, რომლებიც ფარგლებშიც ასევე შედის ფოთი. We were invited to collaborate with the team to focus at the moment mainly on the system of public spaces in the main part of the city. So we've already analyzed all the data that we received from the rest of the team, and we also spent a few days in Poti looking at different spaces, at connection between the city, at the local typologies of the streets, at the quality of public spaces, and so on and so on. And now we participate in the workshops where we actually have a chance to get the insight into like sociological, economical and ecological issues. შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანები თანხმდებიან, რომ რა თქმა უნდა ფოთისთვის მნიშვნელოვანი არის ინდუსტრიული პორტის ზონის განვითარება, თუმცა ამ პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს გარემოს დაცვითი საკითხები. ასევე იქ შექმნილი დოვლათი რაღაცნაირად უნდა გადანაწილდეს თელ ქალაქზე, ხომ? ასე რომ რაღაც ეს გრადი პრინციპები, რაც არის ხო სოციალური, ეკონომიკური და გარემოს დაცვითი, მოკლედ უნდა იყოს ასახული განვითარების გეგმაში. ქალაქ ფოთის შემთხვევაში რამდენიმე გარემოს დაცვითი საკითხი არის, რომელზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს. ერთ-ერთი პირველი, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, ეს არის სანაპიროს საკითხები და კონკრეტულად სანაპიროს მორფოდინამიკა. აქ იგულისხმება ის, რომ ქალაქ ფოთის გარკვეულ ნაწილში სანაპირო განიცდის, ასე ვთქვათ, წარეცხვას, გარკვეულ ნაწილში კიდევ ხდება მყარი-ნატანის აკუმულირება. შესაბამისად ეს ერთ-ერთი გარემოს დაცვითი საკითხი არის, საკითხი, რომელზეც პროექტის შემდეგ ეტაპზე გამახვილდება ყურადღება. ფაქტიურად ახლა ეტაპის მიმდინარეობს არის დაფუძნებული პირდაპირ პირველ ეტაპზე, რაც იყო კვლევითი ეტაპი. კვლევითი ეტაპის ფარგლებში 4 თვენახევრის განმავლობაში სამუშაო ჯგუფი ჩართული იყო აქტიურად როგორც საველე სამუშაოებზე, ისევე დოკუმენტური ანალიზის საფუძველზეც მუშაობდნენ გარკვეული მიმართულებებით. აქედან გამომდინარე, ეს მთლიანად შეკრული დოკუმენტი, როგორც ძირითადი მიმართულება, უკვე მერე შემდგომ ჩაშლილი სტრატეგიული მიზნები და ამ მიზნების ღონისძიებები წარმოადგენს უკვე მთლიანად ქალაქის ხედვას.